პირველი ეტაპი ღაზის საზღვისპირა თემების აღდგენის პროცესში 2 წელიწადი და ნახევარი მას შემდეგ რაც ისინი მასობრივად ამოხოცეს. ჩრდილოეთ ამერიკიდან და მთელი მსოფლიოდან ებრაელი ლიდერები ებრაული სააგენტოს მმართველთა საბჭოს ფარგლებში შეიკრიბნენ კიბუც ეინ ჰაშლოშაში ამბიციური სამშენებლო პროექტის საძირკვლის დადების ცერემონიის ფარგლებში. ისრაელის მთავრობის, ებრაელი ფილანთროპებისა და ორგანიზაციების დაფინანსებით გეგმა აშენდეს და არტლეს 1000 სახლი დასავლეთ ნეგევში, სადაც პირველი 46 ერთეული შენდება ეინ ჰაშლოშაში. თემში, სადაც 90 ტერორისტი შეიჭრა და 4 ისრაელი მოკლეს 7 ოქტომბერს. ვიწყებთ საძირკვლის დადების ცერემონიალს, 1000 სახლის ასაშენებლად, 20 კიბუცის გაფართოებას, თითოეულში დაახლოებით 50 ახალი სახლი. გამარჯვება არის გაგრძელება მშენებლობის, გაგრძელება აყვავების, 1 მილიონი ებრაელი იმიგრანტის მოყვანა მთელი მსოფლიოდან, ისრაელის სამხრეთისა და ჩრდილოეთის რეაბილიტაციის გაგრძელება. ალალმოგმა ცერემონიაზე აუდიტორიას უთხრა, რომ სულს გაზარდოს ღაზის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა ორჯერ, განსაკუთრებით ებრაული სააგენტოს მუშაობით, რომელიც ებრაელ იმიგრანტებს ისრაელში მოიყვანს და ამას აკეთებს იმ თემებში, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმებით განადგურდა, რაც სიმბოლიზმის დამატებით ფენას ქმნის. ეს არ ეხება საცხოვრებელს, ეს ეხება სულს. მაგალითოვანი საზოგადოება, აბსოლუტური გამარჯვებაა, ეს არ არის ბრძოლის ველზე. ეს არის სრულყოფილებისკენ სწრაფვა ყველა სფეროში. და ამავე დროს არასოდეს დაგვავიწყდეს ჩვენი საზოგადოების ყველაზე სუსტები. მოეცით მათ იმედი, დაღუპულთა ოჯახებს, მძევლებს, მძევლების ოჯახებს. ერთმა დაღუპულის ოჯახის წევრმა თავისი ხმა ამაღლა ცერემონიის დროს. როდესაც მთავარი მომხსენებელი ბეცალელ სმოტრიჩი საუბრობდა ეიალ ეშელმა, რომლის ქალიშვილი ისრაელის თავდაცვის ძალების დამკვირვებელი რონი 7 ოქტომბერს მოკლეს, ფინანსთა მინისტრს დაუკვირა მისი მთავრობის აღქმული მარცხის გამო თავდასხმებამდე და მის შემდეგ. ყველა ებრაელმა მსოფლიოში უნდა გაიგოს, რომ ეს მთავრობა ისრაელის სახელმწიფოში შეუქცევად კატასტროფას იწვევს. შენ არ გიყვარვარ. თუ გიყვარდი, რონის დაიცავდი. რონი დაიცვა. არც მიცავ და საერთოდ არ გიყვარვარ. ეშელი იყო ერთ-ერთი მცირერიცხოვან ადამიანთაგან, ვინც სმოტრიჩის ვიზიტს აპროტესტებდა, რადგან ბევრი კმაყოფილოა იმით, რასაც ისინი 7 ოქტომბრის გამო ანგარიშვალდებულების არარსებობად მიიჩნევენ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად ხდება, როცა მთავრობის მინისტრს საზოგადოების ის წევრი დაუპირისპირდება და ვერ წავა, სმოტრიჩმა გააგრძელა საუბარი იმ 330 მილიონი დოლარის გრანტზე, რომელიც მთავრობამ ებრაული სააგენტოს ინიციატივისთვის გამოყო. პროექტისთვის შეგროვებული თანხის დიდი ნაწილი ინდივიდუალური დონორების ან ჯგუფური თანხის შეგროვების აქციებიდან მოდიოდა, ხოლო ძირითადი შემოწირულობები ჩიკაგოსა და ფლორიდის ჯგუფებისგან იყო. და იმ დროს, როცა პოლიტიკური პოლარიზაცია თვითონ პარტიებშიც კი უმაღლეს ნიშნულზეა, ებრაული ჯგუფები მტკიცედ რჩებიან ისრაელის მხარდაჭერაში. ჩვენი ხალხის ისტორიაში ყოველთვის არსებობდა დაყოფები, მაგრამ ეხლა როცა საქმე სერიოზულად უნდა გავერთიანდეთ და ვფიქრობ, სწორედ ამას წარმოადგენს ეს. ფიქრობ, დიასპორის საზოგადოებებში ჩვენთვის ეს იყო შოკის მონგრელი სანახავი, რაც მოხდა და ეს არის პატივიც, მაგრამ ამავდროულად ვალდებულებაც რომ აღვადგინოთ. როდესაც ისრაელი და დიასპორა საკუთარი ტემპით აღდგებიან და გაანალიზებენ 7 ოქტომბრის თავდასხმებს, ებრაული სახელმწიფოსა და ებრაული ჯგუფების ერთობლივი ძალისხმევით ცდილობენ ფიზიკურად აღადგინონ ღაზის საზღვრისპირა თემები, დაცემული თაობის ხსოვნისთვის და მომავალი თაობების სასარგებლოდ.